ანდოლიძე პარტია ხალხისთვის ლიდერი შემოგვიერთდა ანა მოგესალმებით მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე ვიცი რომ თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ ქართულ ემიგრაციასთან ვნახეთ ნაწილის გამოხმაურება მაინც სოციალურ ქსელში მედიაში მათთვის ძალიან მოულოდნელი და მტკივნეული იყო ანუ ნაცვლად იმისა რომ გაფართოებული იყო მათთვის შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის მათ საერთოდ შეუზღუდეს ქვეყანაში ჩამოსვლის გარეშე არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. როგორ აფასებთ და როგორ ფიქრობთ აი რა უდევს საფუძვლად რეალურად ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებას? მოგესალმებით, კაპიტანო ემა, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. სამარცხვინო გადაწყვეტილება, ისტორიულად სამარცხვინო გადაწყვეტილება იქნება ეს და მე იმედი მაქვს რომ ემიგრანტები, რომლებიც ფულს უგზავნიან საკუთარ ოჯახებს ყოველ თვე, ის ემიგრანტებით, ვისაც ძალიან შეეშალა და ქართულ ოცნებას ხმა მისცა. აგერ ხა ვნახე ავსტრიაში 80 ხმა მიუღია ქართულ ოცნებას. ეს ემიგრანტებიც იმედი მაქვს რომ თუ ეს გადაწყვეტილება გავა, მობილიზდებიან და თავიანთ ოჯახებს ეტყვიან რომ ეს არის სამარცხვინო სასჯელი. მათ წაართვეს პასპორტი. ეგ არის. ამაზე ნაკლები არ არის. რას მეუბნებით ახლა ეს ხალხი საქართველოსდან იმიტოა წასული რომ ძალიან კარგად იცის ქართული რეალობა. იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის, რომ 16,000 ლარი აქვს უსაქმურ პრეზიდენტს ხელფასი და საქართველოში ჩვეულებრივი, რა ვიცი, ნებისმიერი სურსათისში, მაღაზიაში მუშაობით ვერ იცხოვრებს ადამიანი და ვერ გააქვს დღითი დღემდე საკუთარი ცხოვრება და ბავშვების მკურნალობისთვის მიდის ევროპაში და ბარდება იქ. ოცნების მხრიდან ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც გაანაწყენებს არ მხოლოდ ემიგრაციას, ანუ კი არ გაანაწყენებს, შეუზღუდავს ემიგრაციას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას და ბუნებრივია მათი უარყოფითი განწყობა გადაეცემა მათ ახლობლებს საქართველოში. ანუ ამით რეალურად ქართული ოცნება უფრო მეტ ოპოზიციურად განწყობილ თანამოქალაქეს შეიძენს, ვიდრე შესაძლებელია რაღაცა რისკებისგან დაიზღვიოს თავი. ხო, ისიც არ დაგვავისდეს, მაგას ახლა განმარტავ და არ დაგვავისდეს, რომ ვის თხოვენ ესენი რომ ჩამოდიო ქვეყანაშიო და დაათვალიერეო რა ხდებაო. დასათვალიერებლად ცალია ხალხს. დედაჩემი 16 წელი მუშაობდა ამერიკაში, როგორც ისე მუშაობენ ჩვენი თანამოქალაქეები. და რა, დასათვალიერებლად ცალია და $2,000 ფრენაში გადაიხადოს, ამერიკიდან ჩამოვიდეს, 4-5 დღე აიღოს შვებულება. ესენი მართლა ვიღაცაებს დასცინიან ხალხო. ეხლა ჩვენ თანამოქალაქეებს ელემენტარულად შვებულება არ აქვთ, რომ იმკურნალონ და ექიმთან წავიდნენ. ერთი დღე უკეთეს შემთხვევაში აქვთ დასვენება. და ამდენი ხარჯი უნდა გაიგონო ქვეყანაში ჩამოვიდნენ. დაცინვა არის. ჩვენი ემიგრაცია 4 მილიარდ ლარს რიცხავს წელიწადში ჩვენ ქვეყანაში. ეგენი რო არ იყვნენ, ჩვენ დავიხოცებოდით პურის რიგებში. ეს არის რეალობა. და ეხლა ქართული ოცნება და ეს რუბლები, რა ქართული ოცნება კი არის? ეს არის რუბლები. ეს რუბლები მიხვდებიან თუ არა, რას შვებიან, სამარაჯამო დაღს დაისვავენ. 1,5 მილიონი საკუთარ სათანამოქალაქეს ართმევენ პასპორტს, ეგ არის. და ეხლა მიხვდებიან თუ არა, როგორ აშავებენ. ეხლა ეგ ცალკე საკითხია, მაგაც სხვა გზა არ აქვს, იმიტომ რომ ეხლა ფიქრობენ, რომ 1,5 მილიონი ადამიანს გამოაკლებენ უკმაყოფილოთა ციფრს, იმის მაგევრად რომ ჩააცვან და აჭამონ ხალხს და პენსია მოუმატონ და ხელფასები მოუმატონ. მინიმალური ხელფასის შესახებ კანონმდებლობა, რომ ავიდეს 1000 ლარამდე. საწყისი ხელფასი 3 წლის წინ შევიტანე საქართველოს პარლამენტში, უგდიათ იქ, არავის არ წაუკითხავს. იცი რატო ხაბატონო ემა, იმიტომ რომ წერა-კითხვა არავინ არ იცის იმ 88 კაცში. წერა-კითხვა იცის 3 ადამიანმა და ისინი გადართულნი არიან რეპრესიაზე. ყოველ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ძალიან დაჩქარებული წესით მიმდინარეობს სხვადასხვა ცვლილებების მიღება, მათ შორის ვნახეთ, რომ დღეს დააანონსეს 3 სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმების თაობაზე, მათ შორის არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, მათ შორის არის ანტიკორუფციული ბიურო და ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი. ისინი ამბობენ, რომ რეალურად მათი ფუნქციების შესრულება სხვა სახელმწიფო უწყებებსაც შეუძლიათ და მოკლედ ბიუჯეტიდან რატომ უნდა იხარჯებოდეს დუბლირებულ სამსახურებზე ფული. ხო ფაქტია, რომ ამას არავითარი კავშირი კორუფციასთან ბრძოლასთან არ აქვს. პაბლო ესკობარევიც სახლებიდან ამოუღეს ჩვენი რუბლების ჩინოვნიკებს ნაღდი ფული და სამკაულები. ნახეს მილიარდობით ლარის გათეთრების სქემიდან დააკავეს ერთი ადამიანი
აღმოაჩინეს ერთი წყარო იმისა, რომ თურმე ჩვენ ბავშვებს ბუფეტის ფულს პარავს ერთი კომპანია, ხო, რომელმაც მოიპარა ქალაქ-ქალაქ სოფელ-სოფელ დავდივარ, ვამბობდი, რომ სკოლები არ რემონტდება თქო და აღმოჩნდა, რომ ეს ფული მოპალურია თავიდან ბოლომდე, მაგრამ სად არის ან ფულის ქურდი, რომელიმე, ხო? ამას ამ ბრძოლას არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არის გადანაწილება, ვინ ვისი კაცია, არავინ თანამდებობებზე, ამხელა თანამდებობებზე კომპეტენციით დანიშნული არ არის, დანიშნული არის ძმაკაცობით, ეს არის ამ ხელისუფლების პრობლემა. მე პირადად რაჟდენის წერილები ძალიან მომენატრება. ანუ ესეც არის, ასე ვთქვათ, ღარიბაშვილის კადრების მოცილების პროცესს ვადევნებთ ახლა ჩვენ თვალს. იცით რა, სახელმწიფოსთან არავითარი კავშირი არ აქვს. ვერ გაარკვიეს ჯერ დეკლარაციები უნდა შეაგროვოსო, სუსი იძიებსო. მე ახლა ნახე რა მოხდა კიდე. ირაკლი ყობახიძეს ოფისთან შეიქმნა ცალკე ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელსაც ზუსტად იგივე დანიშნულება აქვს, რაც ჰქონდა რაჟდენს. წარმოიდგინეთ, ანუ ისმის კითხვა, თუ გაქვს სუსი, მამუკა მდინარაძე ყავს, რომელსაც აქვს ანტიკორუფციული ფუნქცია, რომელმაც უნდა გამოიძიოს კორუფცია. რატო აუქმებ რაჟდენს და ქმნი რაჟდენისნაირ სტრუქტურას ირაკლი ყობახიძესთან, რომ იქექოს ვინ იპარავს ფულებს. ოღონდ მე ამ ქეკვის შედეგად ის ფული არსად არ ჩანს, არსად არ ბრუნდება, ხო? სადღაც ნაწილდება, ფაქტია. უკაცრავად რა არის, ემა, ასეთ სიტუაციებში, დიქტატურებში ყოველთვის ასე ხდება, ხო გახსოვთ? სააკაშვილის დროსაც ბოლო კოდუას და აი ამ ვიღაცებს ისეთი მადა გაუჩნდათ, გადაწყვიტეს რომ ავეჯის მაღაზიებში ჩაჯდნენ წილებში, დემეებში, რა ქვია, ბენზინგასამართ სადგურებში ჩაუჯდნენ წილებს და ჯიხურებს ჩაუჯდნენ წილებში სოფლებში, ხო? ესეთი განუკითხაობაა და დაუსჯელობის სინდრომია, რომ ვისაც აქვს პისტოლეტი ისვრის, ხო ეგარი. მათ მადა გაეზარდათ. როგორც ჩანს, ახლა უყურებენ ამ იმეებს, რა ქვია, გამდიდრებულ გლეხყუჭებს და შესაბამისად უნდათ რომ თვითონაც ისეთ მოპუნებაში იცხოვრონ, თორე ხალხთან ამას კავშირი არ აქვს. ამასობაში ევროკავშირის საბჭომ ვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ წესებს დაუჭირა მხარი, რაც აჩენს მოლოდის, რომ დეკემბერში, როდესაც უკვე ევროპის საბჭო შეიკრიბება, შესაძლებელია ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან მიმართებაში იქნას უკვე ეს მექანიზმი გამოყენებული საქართველოს გულისხმობ ამ შემთხვევაში, თუმცა არც იმას გამორიცხავდნენ, რომ თუ არაფერი შეიცვალა, საქართველოს მოსახლეობაზეც გავრცელდეს ეს მექანიზმი უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებული ამ შემთხვევაში. მე მახსოვს თქვენ ამბობდით, რომ საკმაოდ ხშირი შეხვედრები და კომუნიკაცია გაქვთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ევროკავშირში და ყველას ელაპარაკებით იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოსახლეობა რეალურად არ იმსახურებს ასეთ მკაცრ მიდგომას. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ საშიშროების წინაშე თუ არ შეიცვალა საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება დასავლეთთან მიმართებაში, შვენიერ დღეს ჩვენც აღმოვჩნდეთ. აუცილებლად აღმოვჩნდებით, ოღონდ არა ქვეყნის მასშტაბით, არამედ ამ ეტაპზე მე მაქვს მოლოდინი, რომ კონკრეტული პირები, უფრო მოსამართლეები, პროკურორები და მაღალჩინოსნები, უფრო მაღალი ეშელონები ჩვენი რუბლებისა აგებენ პასუხს იმ გაგებით, რომ გადადგებიან და დადგებიან სავიზო რიგებში, მათ ისინი და მისი ოჯახები, მე რაც ინფორმაცია მქონდა, ზუსტად ამაზე იყო ბოლოში დებატი, იცით რომ მე კამპანია მქონდა დაიცავი უვიზო მიმოსვლა და ამას ვამბობდი, რომ ხალხს არა უბრალოდ პირველ რიგში ეს უნდა დაისაჯოს ეს ოცნების ელიტა, ხო, რომელიც ჩვენ ქვეყანას აღარიბებს. ისინი ამბობენ, რომ მათ დისკომფორტს არ შეუქმნის ახლა რაღაცა ვიზის რიგში დგომა, მათთვის არ არის რაღაცა ტრაგიკული დისკომფორტის შემქმნელი. დადგებიან რიგში, აიღებენ ვიზას და ვიზით გაემგზავრებიან ევროკავშირის ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი უფრო დიდი ზომების მიღებას. მაგალითად, რა თქმა უნდა. ის პაკეტი, ნახეთ, მე-19 სასანქციო პაკეტი არის მიღებული რუსეთთან მიმართებაში და იქ არის ჩამოთვლილი იმდენი ინსტრუმენტები, რომელთაგანაც რაღაცა რო იყოს გამოყენებული საქართველოს მიმართ ძალიან კარგი იქნებოდა. მაგალითად, აქტივების გაყიდვა, აი გავიხსენოთ ჯუანშერ ბუნტულაძის საკითხი, ხო? როდესაც ის იყო მოქმედი, ახლა აღმოჩნდა, რომ როდესაც ის იყო მოქმედი მინისტრი, დეკლარაციაში არ განაცხადა და ისე შეიძინა ვილა ესპანეთში, ეს არის, რასაც ედავება მას მთავრობა.
ხო? ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზული ნაბიჯი იქნებოდა სწორედ ამის გაცხადება, რომ ამ თანხების მობილიზებას უკანონოდ ევროკავშირის ფარგლებში განთავსებული ჩვენი აი იმ ბოროტმოქმედი ჩინოვნიკების ქონება იქნებოდა გაყინული და მე მოხმარდებოდა საქართველოს მხარდაჭერას და ხალხის მხარდაჭერას. ეს ხო ხდება რუსეთის ელიტასთან მიმართებაში, მათ შორის ბიზნეს ელიტასთან მიმართებაში. მაგრამ ეხლა რაც ვიხილეთ დონალდ ტრამპისგან დღევანდელი განცხადება ძალიან საგულისხმოა. როგორც ჩანს, კიდევ მეტი ზომები იქნება მიღებული და განაცხადეს, რომ იმ ქვეყნების მიმართ, რომელიც თანამშრომლობენ, აძლიერებენ რუსეთს, უკვე დიდი ხანია არის ლაპარაკი, რომ საქართველოს გამოიყენება როგორც უსაფრთხო ზონა რუსეთიდან ფულის გამოტანისთვის და რუსეთში ფულის შეტანისთვის, მთელი ეს კრიპტოვალუტის დინებები და უკვე მერამდენი ანგარიშია ამაზე დადებული, ამიტომ მოსალოდნელი არის რომ საქართველოს მოხდეს, ანუ მე-19 სასანქციო პაკეტი არის პირდაპირ თუ ირიბად შეეხოს საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ პირებს? არა, მე-19 სასანქციო პაკეტი არა. უბრალოდ უფრო მკაცრი ზომები იყოს მიღებული, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ამერიკის მხრიდან, იმიტომ განცხადება გაკეთდა, ხო? იმ ქვეყნებსაც შეეხება სანქციები, ამერიკული სანქციები, რომლებიც მხარს აძლიერებენ რუსეთს და საქართველოს ცალსახად გარკვეული აი ამ სავალუტო დინებებით მაინც რაც არის საჯაროდ რომ ვიცით, არის ამ სიაში, ამიტომ სანქციები გამკაცრდება. ამ ზომებს რაც შეეხება საემიგრაციო ზომას, მე მგონია რომ ის შეეხება და იცით რა არის, დისკომფორტი არ არის, როდესაც რიგში გეხარჯო, ესეთი მაინც არის. იმიტომ რომ ეს მარტო რიგში დგომა არ არის, ეს არის ძალიან სერიოზული დაწვრილებითი პროცედურა, რომ შეაგროვოს საბუთები, რომელიც ჩვენ გვახსოვს, იმიტომ რომ იმ დროსაც მოვესწარით. მაგრამ ასევე აქ არის შესაძლებლობა, რომ ვიზა არ მიიღონ მათ და ოჯახის წევრებმა. ერთია რომ ჩაფრინდები აიღებ ბილეთს და ჩაფრინდები და მეორეა რომ უკვე საკონსულომ უნდა გადაწყვიტოს შენ შეგიშვას თუ არა. აქ არის ყველა მთავარი გასაღები. და ფიქრობთ რომ წავა რეალურად საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების ასეთ გამწვავებაზე ევროპული საბჭო? ცით რა, ჩვენ ფაქტია რომ ამ შემთხვევაში ჯერ ეს ნაბიჯები გადადგმული არ არის, იმიტომ რომ მაგალითად დიდი ხანია საუბარია როგორ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, ასევე სხვა რამდენიმე დიდი კორპორაციის მფლობელი, რომელიც ეხმარება აი ამ რეპრესიებს, რომელიც ქვეყანაში იმართება. შეიძლება ეს ყველაფერი გამწვავდეს ამ ემიგრანტების ნაბიჯის შემდეგ. ესეთი საქართველოს ეთნიკური წმენდა, ოღონდ პირიქით, ანუ რა არის? საქართველოს მოქალაქეების წმენდა, საქართველოს მოქალაქეებისგან ეთნიკური წმენდა არ არის, აბა რა არის? ხო, და თუ არ არის ასეთი დიდი შედეგის მომცემი, საარჩევნო, ასე ვთქვათ, შედეგების თვალსაზრისით, აი რატომ მიდის ასეთ გამწვავებაზე საკუთარ ამ მომრჩეველთან თუ დასავლეთთან ქართული ოცნება იმ პირობებში, როდესაც დასავლეთიდან დღენია და გვესმის მოწოდებები, რომ გაუქმდეს ბოლო პერიოდის განმავლობაში მიღებული ის კანონები, რომელიც არ მოდის დემოკრატიულ ღირებულებებთან შესაბამისობაში. საქმე იმაშია, რომ თვითონ შევიდა ეს ჩვენი რუბლების მთავრობა, თვითონ შევიდა ლაბირინთში, საიდანაც ვერ გამოდის, შევიდა იმით, რომ გადაწყვეტა, რომ სამარაჯამოდ დარჩენილიყო ხელისუფლებაში არჩევნების მოპარვით და მერე მთელი ამ თანმდევი ნაბიჯების გადადგმით. ისინი არიან ჭადრაკში არის ესეთი ვითარება, როდესაც არ აქვს კარგი სვლა, ცუქცვანგი ქვია, ხო? მათ არ აქვს კარგი სვლა. ერთადერთი კარგი და სწორი სვლა არის ქვეყნის გახსნა ხელისუფლების დემოკრატიულად და მშვიდობიანად გადაბარება, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ ესენი არ არიან ამისთვის მომწიფებულები. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ასე თქვა ემიგრაციასთან დაკავშირებით, აი საქართველოს მოქალაქეების დასჯის პარალელურად რა ხდება და როგორ იცვლება ნელ-ნელა ჩვენი დემოგრაფიული ვითარება, ხო? ამაზე კამპანია მაქვს და მინდოდა ორი სიტყვა მეთქვა, რომ შეუძლია მოსახლეობას წაიკითხოს ჩემი გეგმა, ეს არ არის რომელიმე ერთი პროექტის ამბავი, ხო? ეს არ არის, ეს არის ზოგადად იმის საკითხი, რომ საქართველოს ნელ-ნელა ივსება ადამიანებით, რომელსაც ბმა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ფასეულობების მიმართ, ჩვენი სოციალური სტანდარტების მიმართ არ აქვს. აქ შეიძლება ჩამოვიდეს და იმუშაოს, იმიტომ რომ ჭამოს მხოლოდ და არ წავიდეს. ამიტომ ერთ-ერთი თემა რაც არის, ეს არის ბინადრობის ნებართვების გაუქმება ბინის ყიდვაზე. გვიპასუხა ბატონმა პრემიერმა, რომ არაო, ჩვენო ბინადრობის ნებართვებს არ დავარიგებთ. უკაცრავად კანონმდებლობაში წერია, $100,000 ბინას თუ იყიდი, ბინადრობის ნებართვა გეკუთვნის. მე ვითხოვ, რომ ეს გაუქმდეს, როგორც ერთ-ერთი ზომა
ქვეყნის გადარჩენის. ხო, რადგან აი ამ ქვეყნის გადარჩენაზე ვსაუბრობთ, სხვათა შორის Eagle Hills-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ნაწილი ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიებისა ხედავენ საქართველოში რაღაცა ეთნიკური დასახლებების გაჩენის საფრთხეს, ხო? გულისხმობ აი ამ 6.5 მილიარდ დოლარიან ინვესტიციას, არაბულ ინვესტიციას და შესაძლო არაბული დასახლებების გაჩენის რისკებს. აი საინტერესოა თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას თუ ფიქრობთ რომ ეს არის საკმაოდ დიდი ინვესტიცია, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. მოდით ვთქვათ და იქიდან დავიწყებ, პირველ რიგში მოსახსნელია ბინადრობის უფლების გაცემა ბინის ყიდვაზე. ეს ნაწილობრივ მოაგვარებს ყველა პრობლემას, რომელიც ეხება აი ესეთ დიდ პროექტებს, იქიდან გამომდინარე, რომ არ უნდა ჩაითვალოს, რომ ქვეყანაში ბინას ყიდულობ, ეს როგორ არის ქვეყნის განვითარებაში ინვესტიცია ხახნო, არ გამაგიჟოთ. ინვესტიცია არის ჩადე ფული ბიზნესში, კი ბატონო, შექმენი აქ სამუშაო ადგილები, შეუწყე ხელი ვაჭრობას და მაშინ მიიღე ბინადრობის ნებართვა. რაც შეეხება ამ პროექტს, მე მინდა ვთქვა, ზუსტად იგივე სიტუაციაში აღმოჩნდით, როგორც იყო ნამახვანის პროექტში. მაშინაც სიხარბე, გაუმჭვირვალობა, ვიღაცის კორუფციული ინტერესი იყო და იმის ფასს დღესაც ვიხდით, ხო, იმიტომ რომ ის ხელშეკრულება იყო მოღალატეობრივი და ზუსტად ასე ვითხოვდით ხელშეკრულების გამოქვეყნებას. გახსოვთ ემა, არ გვაძლევდნენ ამ ხელშეკრულებას და რომ გამოქვეყნდა, მე აღმოჩნდა, რომ იუსტიციის სამინისტროსაც და ფინანსთა სამინისტროსაც ძალიან ცუდი დასკვნები ჰქონდა დაწერილი, იმიტომ რომ ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება იყო. რატო არ დებენ ხელშეკრულებას? ზუსტად იგივე მოხდება, რაც მოხდა ნამახვანზე. აღმოჩნდა, რომ ვიყავით მართლები და დაისაჯა საქართველოს სახელმწიფო, თუმცა ეს ფული იმ ხალხისგან, ვინც იმას ხელი მოაწერა, ჩვენ უნდა ამოვიღოთ, მათ შორის ეს იქნება ამაზე პასუხი აქვს გასაცემი გიორგი გახარიას, რომელმაც ნამახვანის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა კიდევ ერთხელ. გიორგი გახარიას ახლა ვიცით, რომ ორ სისხლის სამართლის საქმეზე ედავებიან და მე მგონი ჯერ სხვა შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. თუმცა ეს ასე ვთქვათ, ამაზე ალბათ შემდეგში ვისაუბრებთ თქვენთან, თუ გვექნება ამის დრო და შესაძლებლობა. ახლა ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ, სულ უფრო გაამძაფრა ხელისუფლების აი ამ ბოლო გადაწყვეტილებამ საარჩევნო უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოლოდინები, რომ შესაძლებელია ის ემზადებოდეს ვადამდელი არჩევნებისთვის. ექსპერტების მოსაზრება მოვისმინოთ, რომ თუ კი ასე მოხდება, ოპოზიცია აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდება ამ ვითარებას. აი საინტერესოა, თქვენ როგორც პარტია ხალხისთვის ლიდერი, რამდენად მზად ხართ პოლიტიკური ბრძოლისთვის, თუ კი ის დაგეგმილზე უფრო ადრე გაიმართება? ხო, მე მგონი ეს ისეთი საკითხია და მორიგად ისეთი თემაა, რომელზეც ასევე ტყუილა ჰიპოთეტიურად გავატარებთ საუბარში ბევრ დროს და ამიტომ ვეცდები რომ რაც შეიძლება ნაკლები ვისაუბრო დღეს და ამაზე, იმიტომ რომ ეს ჩვევია ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს, რომ რაღაცას წამოიწყებენ მარჩიელობას, გვირილაზე, იქნება, არ იქნება, იქნება, არ იქნება და თვითონვე ხარჯავენ ამაში დროს. მე მაქვს დღეს კამპანია, უზარმაზარი გეგმა გამოვაქვეყნე, რა ზომები უნდა იყოს მიღებული. მათ შორის განსხვავებული ფასები. არ შეიძლება მარტვილის კანიონში, მარტვილელს და რომელიღაცა უცხოელს ერთი და იგივე ფასი გადაახტევინო. იმიტომ რომ ის მარტვილელი იქ ვეღარ შედის. უფლისციხეში მასწავლებლების გაფიცვები იყო, იმიტომ რომ ძვირია იქ შესვლა. მიღებულია ბარსელონაში თუ სადაც გინდათ ნახეთ. მიღებულია ორი სხვადასხვა ფასია. უცხოელებისთვის სხვა ფასია. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იყო თავის დროზე ეს მიდგომა, კი? კი, მთაწმინდის პარკს აქვს, რომელიც კერძო მენეჯერი ყავს აქ თბილისში ეგეთი მიდგომა აქვს, აქა-იქ, მაგრამ ეროვნულ დონეზე უნდა გაკეთდეს ეს. ასევე, თუ შენ ხარ უცხოელი, არ ცხოვრობ საქართველოში, უნდა გადაიხედო მეტი გადასახადი ბინის გაქირავებისთვის. ქალბატონოებმა, თქვენ რომ მიხდით 5%, როცა ბინას აკირავებთ და ვიღაცა, რომელიც აქ არასოდეს არ ჩამოდის, ბინას აკირავებს, აქედან იმას სიკეთე მიაკ, არ დებს ქვეყანაში.
ჩვეულებრივი ევროპული მოდელია გადასახადი, უნდა გადაიყადოს მეტი, უნდა ამით ავაშენოთ სკოლები, გზები და ასე შემდეგ. ეს არის ჩემი კამპანია. მე დროს არ კარგავ ყველა საუბარზე, რო იცოდეთ, ესაც ჩემი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, სხვა შორის ეკონომიკურ გადაცემაში, მათ შორის ავტოდილერებს უთქვამთ და მე მგონი ეხლა მოგვარდა ეს პრობლემა, რომ ისინი არათანაბარ პირობებში არიან უცხოელ ავტოდილერებთან მიმართებაში, იმიტომ რომ მათ უწევთ უამრავი ასე პასუხის ანგარიშწორება გააჩნიათ ბიუჯეტთან, მაშინ როდესაც მათ რეალურად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კანონი გვერდით უვლის და შესაბამისად არათანაბარ პირობებში არიან. ანა, ძალიან დიდი მადლობა. პარტია ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სულ ეს იყო ამ დროისთვის გადაცემა 360